ერთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ ან გააქტუალურებულ საკითხზე უნდა საყურადღებო საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ თქვენთან ერთად. გულახდილად გეტყვით, რომ მე მგონია პერსონალურად ჩემი დამოკიდებულება, რომ ვიდეო, რომელსაც მე თქვენ გაჩვენებთ სოციალურ ქართულ ქსელში, Facebook ქართულ ენოვან სოციალურ ქსელში, შემოიტანეს აბსოლუტურად შეგდებულად, ანუ სადღაც აღმოაჩინეს და ყურადღება გაამახვილებინეს ქართულ ენოვან მომხმარებელს ამ ვიდეოზე ქართველმა რუსებმა, ქართულ გვარიანმა რუსებმა. ჩემი აზრით, ყველაფერი სათავე და სათავე თავი და თავი არის FSB-ს დავალება. FSB-მ გასცა განკარგულება, დავალება, ინსტრუქცია, რომ ქართულ სოციალურ ქსელში ეს და მაგვარი ვიდეოები გამოჩენილიყო. შესაბამისად, აქაურმა FSB-ს წარმომადგენლებმა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული მოსკოვთან, ლუბიანკასთან, ან სუსის შესაბამისმა განყოფილებამ, FSB-სთან ერთად FSB-ს დავალებით. ან პარტიამ, რომელშიც უხვად იქნებიან ხსენებული FSB-ს, მართლობა პარტიამ, წარმომადგენლები, აგენტები, აგენტურა, საკუთარ ტროლებს და არა მხოლოდ ტროლებს დაავალეს, რომ ვირუსულად გავრცელებულიყო ეს მაგვარი შინაარსის ვიდეო. ეს ვიდეო მძიმე სანახავია ვისთვის, ალბათ, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და სწორი და კარგი ვიდეო, ხაზგასმით მინდა ვთქვა. კარგი კონტენტია, საყურადღებო და კარგი, ყურადღება მისაქცევი და კარგი კონტენტია ამ ვიდეოში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართულ გვარიანმა რუსებმაც FSB-ს დავალებით გააქტუალურეს ეს საკითხი. მათ იმ ადამიანებმა, ვინც ბოროტების იმპერიის და ბოროტების იმპერია საბჭოთა კავშირს უწოდა რონალდ რეიგანმა. ბოროტების იმპერიის მემკვიდრეს სიკვდილის იმპერიის, სიკვდილის იმპერიის პუტინისტური იმპერიის მომხრეა რუსეთ-უკრაინის ომში. ბიზინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული ჩემი აზრით. დანაშაული ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჭყალებში, კარგი საქციელი, კარგი ქმედება, არის ის, რომ ლუსტრაციის კანონის გარეშე ჩვენ თუ ამ სახათს მოვიხდით, მით უმეტეს ეს კარგი იქნება ეს ყველაფერი ჩვენთვის, საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს გვერდში მდგომ ადამიანებს და იტყვის, რომ მათთან ერთად ერთი სახელმწიფო საშენება ალბათ მაინც არ ღირს. ბიზინა ივანიშვილმა ზედაპირზე ამოსწია, გამოააჩკარავა ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს თავისუფლებისათვის, ზოგადად საქართველოსთვის არასოდეს ყოფილა. ესენი არიან ცნობილი ადამიანები, უხეშად გოგა ხაინდრავები და სხვები და ესენი არიან უცნობი ადამიანები, რომლებიც ჩადგნენ სამსახურში ქართული ოცნებისა. უცნობი ადამიანები აბსოლუტურად, მათი გვარსახელები რომ არც არაფერს გეუბნებათ. აგრეთვე ცნობილი ადამიანები, მაგრამ არა იდენტობით პოლიტიკოსები, არც გოგა ხაინდრავა პოლიტიკოსი ახლა უკვე იდენტობით, მაგრამ აი სხვები, მაგალითად სულ მიყიდული ჟურნალისტები. აი ფუტკარაძე, ჩიხრაძე, ვიღაც ტიპები, რომლებიც 4 გროშის ან 50,000 თუნდაც 50,000 ლარის სანაცვლოდ თავისუფლებასა და ღირსებას, თავისუფლებასა და ქვეყანას არა პირდაპირ მნიშვნელობით ყიდიან. ანუ ისინი პროპაგანდით არიან დაკავებულნი და პროპაგანდა კი მათ აქვს ამგვარი. უნდა წარმოაჩინონ, რომ საქართველო არის რუსეთის მხარეს და არა უკრაინის მხარეს. ასეა ეს, რამდენიც არ უნდა მე დაოსახლა ვინმე, მაინც ასეა. დავალება არის ამგვარი, რომ რუსეთი უნდა იყოს გამართლებული ქართული ოცნების და შესაბამისად FSB-ს დავალება. ახლა ხან გავრცელეს ეს ვიდეო, ეხლა დაუბრუნდები მთავარ თემას. გავრცელეს ვიდეო. მე ხმასაც აუწევ, მოგასმენინებთ, გაჩვენებთ, მაგრამ მე ვიმსჯელოთ. Правила знаешь вообще? Закон Украины, может, ты знаешь. Я же фамилия вообще Додик. Не надо. Давай, запакуй. Не надо. Не плачь, это такая у нас краина. როგორც ჩანს, ერთი დეზერტირი კაცი, უკრაინელი და დეზერტირები ყავდა ყველას, უკრაინასაც ყავს, ამერიკასაც ყავდა, ჩვენც ყავდა, რუსებსაც ყავთ, იაპონელებსაც ყავდა, ფინელებსაც ყავდათ. ყველას ყავდა, ყავს და ეყოლება. ანუ ადამიანები, რომლებიც მიზეზთა გამო გაურბია სამხედრო სავალდებულო სამსახურს და ომში წასვლას მით უმეტეს ახლა დეზერტიროები რომ იყვნენ უკრაინაში, როდესაც უკრაინა საკმაოდ
უჭირს მაინც უჭირს მიუხედავად იმისა რომ გარკვეულზე ხშირ შემთხვევებში ისინი შეტევებზეც გადადიან და რუსეთს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას უნადგურებენ ფრონტის ხაზზე მიწაზე უკრაინას ულხიმსო ვინც სიტყვის ის მოგატყუებთ მე ვერ მოგატყუებთ უკრაინას მძიმე ბრძოლები აქვს მძიმე ბრძოლები გადახდებათ ხოლმე უკრაინულ ჯარისკაცებს და უკრაინას სჭირდება ადამიანები ადამიანური რესურსი რომლებიც იბრძოლებენ უკრაინისათვის სხვაგვარად აუხსნი 1121 წელია თქვენ ცდებართვით თუ გნებავთ 100 აუხსნა თან 1795 წელი აღამ ახმად ხანი შემოვიდა 1795 წელს და რომ ყოფილიყვნენ ერეკლე მეორეს რომ მხოლოდ ადამიანები რომლებმაც უარი თქვეს მასთან ერთად ბრძოლაში წასვლაზე რა უნდა ეკნა კი მაგითხვა მაქვს რა უნდა ეკნა ქართკახეთის მეფეს და ქართკახეთის სამეფო კარის მნიშვნელოვან პერსონებს მათ არ უნდა იზულებით არ უნდა წაეყვანათ ადამიანები სამშობლოს დასაცავად 1121 წელია დიდგორის ომია დავით აღმაშენებლის კარზე დავით აღმაშენებლის სამეფოზე რომ ყოფილიყვნენ თუმცა ნაკლები იყვნენ თუ გულახდილები ვიქნებით ალბათ იყვნენ მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას ამგვარ ცოდნას ვინც უარს ამბობდა დავით აღმაშენებელთან ერთად საქართველოს ერთიანი საქართველოს დაცვას 1795 წელს მაინც ქართკახეთის სამეფო უნდა დაეცვათ იქ საერთოდაც ერთიანი საქართველო უნდა დაეცვათ ხო ჯარისკაცებს რა უნდა ეკნათ ადამიანებს ვინც მართავდა ქვეყანას იმ ხანად ძალიან ძლიერს მე-18 საუკუნის მიწურულის საქართველოსაგან განსხვავებით რა უნდა ეკნათ ან ნებისმიერ შამქორის ბრძოლაში 1921 წელია შემოვიდა მე-11 ბოლშევიკური არმია ქართულ გვარიანი რუსი ორჯონიკიძე არის ამ არმიის სათავეში ისინი საქართველოს გასაბჭოებას ცდილობენ და მოახერხებენ კიდეც უკვე 25 თებერვალს და 25 თებერვლიდან რა უნდა ეკნა დემოკრატიულ დავრობას პირველი რესპუბლიკისა უნდა მოეწოდებინა თუ არა ბრძოლისაკენ რა უნდა ეკნა არასამხედრო და არასახელმწიფო პირს სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფ ივანე ჯავახიშვილს არ უნდა ეთქვა ის სიტყვები რომლებიც მან წარმოთქვა და რომელთა ადრესატიც იყო სტუდენტი ახალგაზრდობა დღეს შინაარს გადმოგცემთ დღეს აუდიტორიებში ყოფნის დრო წიგნის გადაშლის დრო შინაარს გადმოგცემთ სწავლის დრო არ არის დღეს სამშობლო გიხმობთ და სამშობლო უნდა დაიცვათ აი ეს არის შინაარსი რომელიც გაგაცანით სიტყვებისა რომელიც წარმოთქვა თავის მხრივ ივანე ჯავახიშვილმა რა უნდა ეკნათ სამხედრო პირებს სამოქალაქო პირებს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს რა უნდა ეკნათ ზვიად გამსახურდიას ან ედუარდ შევარდნაძის ან მიხეილ სააკაშვილის ან დეზერტირები თუ ჩნდებიან საერთოდ როგორ უნდა მოექცემათ ან უნდა დააპატიმრო და სისხლის სამართლის წესით უნდა გაასამართლო ან ისინი უნდა აიყვანო გარკვეული რეკრუტირების შემდეგ იძულებით წაიყვანო და გარკვეული რეკრუტირების შემდეგ ისინი უნდა წაიყვანო ომის ხაზზე ფრონტის ხაზზე მე არ ვიცი რამდენად პირველ პოზიციაზე მე ვერ მივიღებ ამ თაობაზე გადაწყვეტილებას რუსებში რო არიან რუსებში დეზერტირები არ არიან თქვენ გონიათ რუსეთის ხელისუფლება როგორ იქცევა დასაკვირველია ის თავისთავად ცუდად ქმედებს რუსეთის ხელისუფლება იმიტომ რომ ის ოკუპანტია ის აგრესორია ის სისხლის მსმელია მას უკრაინის მთლიანად განადგურება უნდა მისთვის ჩალის ფასიც კი არა აქვს მის ჯარისკაცებს მის მოქალაქეებს მაგრამ რუსეთის ხელისუფლება საყოველთაო მობილიზაციის დროს მით უფრო ან მობილიზაციის დროს რა შვება ასე თავისუფლად აძლევს თქვენ გონიათ მით უფრო რეგიონებში რაიონებში მნიშვნელოვან ქალაქებში ომსკსა თუ მურმანსკსა თუ ჩელიაბინსკში უხეშად 20-22 წლის ახალგაზრდებს სეირნობის უფლებას მაშინ როდესაც მათივე ძმები ამ მოსეირნე ჩელიაბინსკელი ახალგაზრდების პირდაპირ მნიშვნელობით ძმები ფრონტის ხაზზე იღუპებიან ასაკვირველი არა და არც როგორ შეიძლება მათი გამართლება რუსების გერასიმოვის პუტინის რა ვიცი ლავროვის სხვების მაგრამ სათავისოდ ისინი სწორშვებიან ანუ თავს უყრიან ამ ჯარისკაცებს და წაასხამენ ხოლმე უბრალოდ რუსებს თუ გულახდილები ვიქნებით მართლა არ უღირთ ადამიანის სიცოცხლე არაფრად და მათთვის ჩალისფასი აქვს ნებისმიერ იმ ახალგაზრდას რომელიც ძალით ყავთ გაყრილი ფრონტის ხაზზე უკრაინის ხელისუფლება თუ იქცევა ასე ნახოთ ეს კადრები კიდევ ერთხელ
ძალით წაიყვანეს. მე ვაღიარებ რომ ძალით წაიყვანეს. მე ძალით ვაღიარებ რომ ძალით წაიყვანეს და მეცაც გეტყვით. უკრაინაში საკმაოდ ბევრია, არ არის ცოტა, ვინც ევროპაში წავიდა იმ უკრაინელებიდან, რომლებმაც სხვადასხვა მეთოდით გააღწიეს რა ევროპაში. თავი დაიძრინეს სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან და სამსახურისაგან და შესაბამისად ომში წასვლისაგან. ახლა თუ არ ვწდები პოლონეთის ხელისუფლებამ და არ ვწდები მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი რომ ყველა ვისაც ომში წასვლა ეკუთვნის, ასაკობრივად ეკუთვნის, იქნება და მოხერხდეს მათი დაბრუნება უკრაინაში და შესაბამისად უკრაინის ხელისუფლება ისინი უნდა წაიყვანოს ჯარში, ასე ვიტყვი, არმიაში, მოხდეს მათი რეკრუტირება, ზოგი ზურგში უნდა იყოს, ზოგი წინა პლანზე, ზოგი იმ ბატალიონში უნდა ჩაირიცხოს და ზოგი იმ ბატალიონში, რომ ის ადამიანური რესურსი, რომელიც ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ სამშობლო ამ ადამიანებს უხმობს, ესე ვიტყვი. უხმობს თუ ისინი მომავალი უკრაინის პატრიოტები არიან, მომავალ უკრაინაში უნდათ ცხოვრება და ეს უკრაინა კი არა, ის უკრაინა უნდა იყოს რუსეთისაგან თავისუფალი, სხვაგვარად ვიკითხავ. ჩვენთან რომ დაიწყოს ომი, ყველას ღმერთმა გვაშოროს, გასაკვირველი არავინ არ გამართობს ამაზე. მაგრამ ყველა ვისაც საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში, ვისაც ეკუთვნის, ვისაც კლავში ძალა აქვს, ან რამის გაკეთება შეუძლია. ყველა უნდა მონაწილეობდეს თუ არა ამ ომში, უნდა იყოს თუ არა ტოტალური თავდაცვა, შევტოდალური თავდაცვის კონცეფცია დოქტრინა შემუშავებული და უკლებლივ ყველა უნდა პირველ პირში ვიტყვი, ვიცოდეთ, ქალი ან კაციანა, დიდი ან პატარიანა, ვიცოდეთ ვინ რას აკეთებს. ვისაც კლავში ძალა ერჩის, მაგალითად მე თუ მე მერჩის და ჩემზე მეტად ბევრს არ ერჩის და უფრო უმეტს ჩემზე ახალგაზრდებს ასაკვირველი ერჩით მე მესმის რომ სხეველპლი გარდაუვალია, მაგრამ სამშობლო თუ გვიხმობს, როგორც უხმობდა სამშობლო 1121 წელს იმჟამინდელ ქართველებს ან 1798 წელს ასევე იმჟამინდელ ქართველებს, გასაკვირველია ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა, ანუ უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყანა. ეხლა ამ ბანდა ხელისუფლებამ სხვაგვარად წარმოაჩინა ეს ამბავი. ეს ამას დაურთო ასეთი წარწერა ომში მიხავთ უკრაინელებს, ხო ომში კი არა, მიხავთ ჯარში, მიხავთ შეიარაღებულ ძალებში, მათი რეკრუტირება მოხდება, მიხავთ ძალით არ ვკამათობ და ამ FSB-ს, ამ სუსმა მიიღო რა დავალება საკუთარ ტროლებს და საკუთარ მომხრეებს და საკუთარ ანტი-უკრაინელებს და საკუთარ პრორუსებს და პროპუტინისტებს ეს ვიდეო და ამგვარი ვიდეოები გაავრცელებინა და ზიზღის კამპანია ააგორა მორიგჯერზე უკრაინის წინააღმდეგ. თუ მე ვინმე მეტყვის, თუ მე ვინმე ეცდება, ვინმე დამარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი FSB-ს მიერ არ არის მართული, მე ბოდის მოვიხდი, მაგრამ ეს რასაკვირველია, FSB-ს ინტერესებშია ასეთი ანტიუკრაინული კამპანიების აგორება და ესეც არის საცეცა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი იარაღი საქართველოს ამჯერად უკვე საქართველოს სახელმწიფოს უკრაინის, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგაც. კიდევ ერთხელ კადრები. დიახ, ისინი, ვინცაც ომში კი არა, ჯარში მიხავთ ის, ვინც დეზერტირია, ან ცდილობს დეზერტირობას, ისინი, ვისაც ომში მიხავს, თუ ჯარში მიხავს ის ახალგაზრდა კაცი, თუ ახალგაზრდა კაცები, სწორედ ისინი არიან მართლები. დამოუკიდებლად იმისა, რა კომენტარებს წავიკითხავთ ახლა, 1000 კომენტარი ახლავს აი ამ ვიდეოს ქართველებისა და საიდანაც ამ 1000 კომენტარიდან 990 პირობითად 1000-ს ხომ არ წავიკითხავთ, მაგრამ ესე რენდომ წავიკითხავთ, ხო? 990 არის მტყუანი, 990-ია ქართველი, 990 არის ილუსტრირებული როგორც პრორუსი, ამ 990-დან არ ვიცი 854 არის ტროლი, დანარჩენი არის ნამდვილი ადამიანი, ტვინი გამორიცხილი ბიზი და ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მიერ. წავიკითხოთ 1000-დან პირობითად 10. ანუ 1000-ის 10% მოგეხსენებათ არის 100, 10 არის შესაბამისად 1%. აი 10 კომენტარს წავიკითხავ რენდომ, რომლებიც ეს არა შეგდებულად ის, არამედ აი შემთხვევით ომის პრინციპით, რომელიც შემომხვდება. როდემდე უნდა წერს ვინმე ლუკა დავითაძე. ჩავხედოთ ლუკა დავითაძეს. ილია ჭავჭავაძე და როგორც მე ხვდები, ილია მეორე გადაეხვინენ ერთმანეთს ზეციურ საქართველოში. აი ეს ფოტო აქვს გამოტანილი. ბატონ ლუკას, ვერ გეტყვით. ტროლია თუ არა.
საფრენდებში რომ არ დავიმატებ გასაგებია, ორი საერთო მეგობარი მყოლია ჩემ და სამწუხაროდ. ეხლა ნახეთ რა წერს ეს ლუკა დავითაძე. როდემდე უნდა გაგრძელდეს? საჯიში ბიჭები ამოხოცა ჯალათმა ზელენსკიმ. ზელენსკი არის უკრაინის პატრიოტი პრეზიდენტი, რომლის ქვეყანასაც თავს დაესხა რუსეთი ბატონო ლუკა. ზელენსკი ვალდებული იყო როგორც ერეკლე მეორე ვალდებული იყო 1995 წელს ან დავით აღმაშენებელი 1121 წელს ან რამისნაირ დემეტრე თავდადებული გიორგი ბრწყინვალე, უკანასკნელი მეფე ერთიანი საქართველოს და ასე შემდეგ ვალდებული იყო დაესვა საკუთარი ქვეყანა. თქვენ როგორ მოიქცეოდით ბატონო ლუკა? და განდევნა ქალები რომ ჩასახლოს სატანასიონისტები. და იცოდეთ საგარეო პოლიტიკა კომენტარების დამწერებო და ასე ნუ მე გვიჯობს. ეხლა უყურეთ გივი სანიკიძე, ჩავხედოთ გივი სანიკიძესაც. გივი სანიკიძეს არ ჩანს ტროლი, არ ჩანს რომ ტროლია. თუმცა ტროლიან, მოსხოში რაღაცა ფოტოა გამოფენილი, შესაძლოა ტროლიც არის. მასთან საერთო მეგობარი, როგორც მე ხვდები, მყავს 1 2 3 4 ნიკო ფიროსმანის ნახატიც გამოუტანია. უმრავლეს შემთხვევაში მაინც ტროლბოტური რაღაც ისინი აქვს, რაღაც დედამიწა მრგვალია, იქ ერთ-ერთი რუსი მსახიობის ფოტო, არანაირი პოლიტიკური კონტენტი, არანაირი სპორტული კონტენტი, მაგრამ აი ვაჟა-ფშაველას გამზირიც კი გამოუტანია ბატონ გივი სანიკიძეს. ბატონი გივი სანიკიძე წერს: ზელენსკის შვილი და საძმაკაცო შვილები სად არიან? გამყიდველი ნაბო და მე უკვე იგინება. კახა კალაშოვი. ჩავხედოთ კახასაც, კალაშოვსაც. ბატონი კახა ესე გამოიყურება. კოლორიტული შესახედაობა აქვს. ბატონ კახასთან საერთო მეგობარი არ მყავს. თუ მყავს, არა მყავს. ამდენი თან 1 2 3 ბოდიში. ბატონ კახასთან ყოლია 1 7 8 10 საერთო მეგობარი. და ახლა ეს ვიდეო გაუზიარებია კიდეც ბატონ კახას ადამიანს ომი არ უნდა და ძალით მიყავთ. დიახ, ადამიანს ომი არ უნდა და ძალით მიყავთ, იმიტომ რომ სამშობლო ამ ადამიანის შვილები არიან დასაცავები. ხომ შეიძლება გაბოროტდეს ადამიანი და უკან მიუშინოს ის ავტომატი, იქნება თუ ლიმონკა? ომში რა უნდა, რა თუ არ უნდა, გააძევონ ქვეყნიდან. ჩამოართვან ესე არ მუშაობს კანონი. შენს ქვეყანას კალაშოვის ხარ საქართველოს. შენ ქვეყანას რო დაესხან თავს ვინმე შენი შვილი რომ იყოს წასული ომში და შენი მეზობელი რო არ მიდიოდეს კახა, ამ შემთხვევაში რას იზამთი? ხო იტყოდი რომ ჩემი შვილი რომ მიდის, ჩემი მეზობლის შვილიც უნდა და ელემენტარულ რამეს ხსნი, ხო? კარგი, კავა ეს მესამე იყო. ზურა ლომაშვილი. მე რა მიკვირს იცით, აი უკრაინას რომ ბალეშჩიკობენ ის ხალხი ჯერ აი ორივეს მე იგინება და მე რუსეთის ეს ახალი ტრენდია. უკრაინა რუსეთი ცუდია, მაგრამ უკრაინაც ცუდია. ეს არის მორიგი რუსული სპეცსამსახურებში შემუშავებული ბოდვა. ადრე თურქეთზე იყო, რა თურქეთი ოკუპანტი არ არის? არა, თურქეთი ოკუპანტი არ არის. აი მე გეუბნებით ღიად, რომ თურქეთი რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან, რომელსაც ჩვენი საზღვრები აქვს. ცნობილი, ანუ ცნო და მოახდინა დემარკაცია, დელიმიტაცია ამ საზღვრებისა, თურქეთი ჩვენი მტერი აღარ არის. კარგი კაცი გამოერია დათო რევაზიშვილი შევაქოთ ისიც რენდომ მივყვებით, ხო? მტერს უნდა ეომო სისხლში, სახლში შემოგივა და დედას გიტირებს, რთული გასაგებია ხისთავიანებ 41 ისე გადაგვიხდის საქმეს, რომ მონებად გაგხვდიან ტლუებო. ხო, ეხლა აი დებილების გასაგურად იოსებ ბოჩბუჩუკური. ხო, ეს მეგონი ჩვენსკენ არის. გაიგაცია იოსები. არა, ვის შვილზე მეტი პრივილეგია არ გააჩნია მეორე მსოფლიო ომით რომ ამაყობთ. ხო, მეორე მსოფლიო ომი მაგალითად, ხო? იქ რომ დეზერტირები ყოფილიყვნენ, სტალინს რომ არ წაეყვანა, ჩვენს ქართველები. ხო, როგორ იქნებოდა საქმე? ესმის მე გულახდილად გეტყვით რომ მინდოდა რომ არ წაეყვანა რა საკვირველება, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა უნდა ყოფილიყავით ამ შემთხვევაში. ძალება წაგვიყვანა სწორედ იმიტომ რომ ჩვენ დაბონებული ქვეყანა ვიყავით და ის 250 თუ 300,000 კაცი მოკვდა. ხო, ღირსები არიან მაიდნის ზელენსკის გამო და არანაირი პროტესტი რა არ აქვთ ომში, ომი რომ გააჩერონ. და ასე შემდეგ. არავინ ისე არ არის დაინტერესებული, მართლა 10 სხვა წაგიკითხავთ. ომის დასრულებით როგორც დაინტერესებულია სწორედაც რომ უკრაინა, ოღონდ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, ესეც რომ ვიცოდით მაინც. დეზერტირობა დასჯადია, ჩვენ კი გვჭირდება უშუალოდ ჩვენ
მიუხედავად იმისა, აქ ომი მოხდება თუ არ მოხდება, რუსების შემოვლენ თუ არ შეგვჭირდება ძლიერი არმია. დამოუკიდებლად იმისა, აქ რა საფრთხეები იქნება რეალური, ხო? ჩვენ ყოველთვის უნდა ვემზადებოდეთ უარესი სცენარისათვის. აგრეთვე ჩვენ გვჭირდება არა მარტო ძლიერი არმია, არამედ ჩვენ გვჭირდება, ბარემ ვიტყვი, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. გარდაულად აუცილებელია ეს. სულ ბოლოს მე მინდა დავსვა ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, როგორ გონიათ? რატომ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ ასე ღიად დაუჭიროს მხარი უკრაინას პრეზიდენტი ალიევი? რატომ ვერ აკეთებს ამას პრეზიდენტი ყაველაშვილი თუ პრემიერი ირაკლი კობახიძე? იმიტომ კი არა, რომ საქართველოს უშუალო მეზობელია რუსეთისა. ეგრე აზერბაიჯანიც არის. აზერბაიჯანსა და რუსეთსაც აქვს საერთო საზღვარი. იმიტომ კი არა, რომ არა მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ჩვენზე გვარიანად ძლიერი სახელმწიფოა და ჩვენ შეგვეძლო ყოფილიყავით რეგიონის ლიდერი სახელმწიფო, ბევრი და მათ შორის სამხედრო მიმართულებითაც. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა განამწყვეტი. არამედ იმიტომ, რომ ალიევი და არც იმიტომ, რომ ალიევს ზურგს უკან უდგას თურქეთი, ეგრე თუ გულახდილები ვიქნებით, თურქეთი ჩვენ ზურგს უკანაც დგას და ჩვენი ქვეყნის დანგრევას და რუსეთის მიერ ოკუპაცია, განადგურებას, სრულ ანექსიას თუ გდებათ ასე ვიტყვი, ვერ შეეგუება და არ დაუშვებს. ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც. არამედ იმიტომ, რომ ალიევი და ერთ უცნაურ იშვიათად რომ საუბრობენ იმ სიტყვას წარმოთქვამ ახლა. ალიევი არის ვაჟკაცი კაცი. აი ესენი ყველანი 24 საათი კაცები რომ არ უნდა გათხოვდნენ იმაზე რომ ლაპარაკობენ, ესენი ყველანი არიან, არ მინდა ანტონიმი იყოს მაინც და მაინც გენდერზე ყურადღების გამახვილების კუთხით შერჩეული ჩემს მიერ, მაგრამ ესენი არიან ის თუ ვაჟკაცია, ესენი არიან პატარა კაცები, მოდი ასე ვიტყვი, სუსტი კაცები. გარდა იმისა, რომ არიან რუსეთის აგენტები, რუსეთის პოლიტიკის გამაგრძელებლები და ერთდროულად ცოტა შიზოიდის, ცოტა პრორუსის, ცოტა ახირებულის, ცოტა დამფრთხალის და ცოტა აკვიატებული კაცის მონები, ანუ ბიზნეს მონები, ბიზნეს თავის მხრივ რა FSB-ზე გასული კაცი არ არის. რაც შეეხება ალიევს, ალიევმა თქვა, ბოდიში ისეს ნახოთ. ბალება ეს არ არის მნიშვნელოვანი, ალიევმა თქვა. ახლა ერთი ის თქვა, რომ როდესაც სომხეთს ვერ ქვეყანას საწვავის დეფიციტი აქვსო, სომხეთს საწვავის საიმედო წყარო უკვე ჰყავს და ეს აზერბაიჯანიაო, წარმოუდგენელი, მათ შორის მასშტაბურობის თვალსაჩინო წარმოუდგენელი განცხადება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია განცხადება, რომელსაც ახლა ვეძებ და აუცილებლად მოვნახავ და აუცილებლად ჩაგიკითხავთ. ალიევი ამბობს სწორედაც რომ უკრაინის კონტექსტში შემდეგ სიტყვებს არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა ჭირდება. თუმცა დღესაც იმავეს გავიმეორებდი, რაც თქვი ადრე, არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა, ის არ ეგუება ოკუპაციას. გასული წლის განმავლობაში ძალიან რთული მომენტების მიუხედავად ჩვენ ვიხილეთ გარკვეული წრეების ზეწოლა, რათა შეჩერებულიყო ბრძოლა ოკუპაციის ეფექტურად ფორმალიზების პირობით, თუმცა ეს მოგასწრაფა, თუმცა არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელმძღვანელობა ამაზე არ დათანხმდა. მე მაქვს კითხვა, ბოლო კითხვა, ამ ვიდეო ბლოგის ალბათ მთავარი კითხვა. აი ეს ტექსტი რომ აიღოს ირაკლი კობახიძემ და აკოპიროს და პირობითად 2 თვეში გამოვაქვეყნოს. განა ძნელია. აი საკმარისია ეს ერთი ტექსტი, აი ერთი აბზაცი წავიკითხე, ხო იწყება ასე, არ ვფიქრობ რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. ეს რომ გაეკეთებინა ამ 4 წლის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის მთებში მოქცეულ ნებისმიერ პირს, დაპატიმრებულ ღარიბაშვილს თუ ჯერ არ დაპატიმრებულ ირაკლი კობახიძეს, მიხეილ ყაველაშვილს თუ ნებისმიერ სხვას. ეს რომ ეთქვათ, არ ვფიქრობ რომ ჩვენი რჩევა გჭირდებათ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც ბევრჯერ მithქვამს და იბრძოლეთ მეგობრებო. ოკუპაციის დასრულება არის აუცილებელი, თქვენ არ უნდა შეეგუოთ ოკუპაცია. აი ეს რო ეთქვა. რა მოხდებოდა? აი ამ წამსაც კი საქართველოს იქნებოდა ბევრად წინ წაწეული ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, უკრაინასთან სიახლოვის გზაზე და ასე შემდეგ. კანკალებენ არაკაცები და იმიტომ ვერ ამბობენ
ამას. ნახვამდის.